მადლობა და გითხრათ იმასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებიც მიიღეთ წინა სასამართლოზე. და ასევე პირველად მაგ შეგრძნება ამ 5 თვის განმავლობაში როცა ვლაპარაკობთ, რომ მოსამართლე გვისმენდეს და ამაზეც მინდა რომ ყურადღება გავამახვილო და მადლობა გითხრათ. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ჩვენი საქმეს. მე მგონი ძალიან ამომწურავად ვლაპარაკეს ადვოკატებმა და ბევრს არ ვლაპარაკებ მე. ისიც თქმა შეიძლება. მე შემიძლია ვილაპარაკო პროტესტის მოტივაციაზე, იმ ფორმებზე, როგორც უყურებს ზოგადად პროტესტი, როგორ შეფორმებში შეიძლება რომ გამოიხადებოდეს და როდის დაიწყო ეს პროტესტი. პროტესტი არ დაწყებულა, როგორც თორნიკემ აღნიშნა, არც 28 ნოემბერს, არც მანამდე კანონზე რო აქციები იყო. პროტესტი დაიწყო მაშინ, როდესაც ვიყავი ძალიან პატარა და მოკლეს სანდრო გირგულიანი, რომელიც იყო ჩემი ოჯახის ძალიან ახლობელი. და მე ვხედავდი იმ პერიოდში, როგორ იბრძოდნენ ჩემი ოჯახის წევრები, ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ხედავდი იმ შიშს, რა შიშიც იმ დროს არსებობდა. მე მგონი ახსნა არავის არ ჭირდება, საიდან გამომდინარე და რა ხდებოდა იმ პერიოდში ზოგადად. და მაშინ დაიბადა პირველი კითხვა, რატო შეიძლება ადამიანის აზრის გამოხატვა შეიძლებოდეს რაღაცა საშიშროების მომტანია, რატო შეიძლება ადამიანმა იხსნოს საშიშროება, როცა უნდა აზრის დაფიქსირება და ამ ყოველთვის ვირაკეთებს, იმიტომ რომ ალბათ ყველას გვახსოვს, რომ არც თუ ისე დიდი პროტესტი იყო ისეთ ამბებზე, რაზეც უნდა აუცილებლად უნდა ყოფილიყო ისეთი პროტესტი, როგორიც მაგალითად დღეს არის. ასევე მე უბრალოდ გამკვირვებია იმ ადამიანების, ვინც კრიტიკულად არ არის განწყობილი მარტო რაღაც მთავრობის და პირობითად მინისტრების ან ვიღაცის მიმართ კი არა, პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თუ კრიტიკული არ ხარ პირველ რიგში შენი თავის მიმართ, ეს არის კონფორმიზმი და მეტი არაფერი. გულად რო ვთქვათ, კიდე შეიძლება სხვა რაღაცების აღნიშნოს და თქმაც, მაგრამ ამ სიტყვას გამოვიყენებ. რაც შეეხება უშუალოდ 28 ნოემბერს და 28 ნოემბრის მერე განვითარებულ მოვლენებს, თითქმის ყოველ დღე შეიძლება 1 ან 2 დღე ყოფილიყო მაქსიმუმ, როცა მე ამ აქციებზე არ ვერ გავედი. დანარჩენ დღეებში იქ ვიყავი, ძირითადად პირველი სკოლის ტერიტორიაზე, ჩემი მეგობრებთან ერთად. უამრავ ადამიანს შეუძლია დაადასტუროს ის, რომ მე ძირითადად ამ პერიოდში თითქმის სულ ერთი გამონაკლისი 29 ნოემბრის გარდა თითქმის სულ პირველი სკოლის ტერიტორიაზე ვიყავი, როგორც აღნიშნე, ჩემი მეგობრებთან ერთად. დაახლოებით ალბათ 200 ადამიანი არის, ვისაც შეუძლია ყველაფერზე ლაპარაკი, რომ იქ შემდგა, იქ რაღაცა გაუჩერდით ვილაპარაკეთ და ასე შემდეგ. მათ შორის იყვნენ საქართველოს ნაკრების რეგბისტები, ექიმები, მსახიობები, რეჟისორები და ასე შემდეგ. ერთადერთი დღე იყო, როცა მე ლოკაცია შევიცვალე, ეს იყო 29 ნოემბერი. მაშინ, როდესაც გავიგე, რომ ჩემი ოჯახის წევრი იდგა უშუალოდ ტიტინადის ქუჩაზე პოლიციასთან ძალიან ახლოს და ავეფრე გამომეყვანა იქ. ასვლისთანავე არ გამომყვა იქიდან, იქ დარჩა საბოლოოდ, მაგრამ ასვლისთანავე ისე მოხდა, რომ როგორც თორნიკემ თქვა, ალბათ 5 წუთში ასვლიდან გამოფრინდა შუშის ბოთლის, არაჯიშვილის 0.3-იანი, 0.5-იანი ბოთლი იყო და მოხდა ბევრში. ეს ყველაფერი აღწერილი არის სამედიცინო დასკვნაში. და მალევე, პრინციპში ძალიან მალევე, ეხლა უშუალოდ იმ ვიდეოებზე არ ვილაპარაკეთ, მაგაზე მოგვიანებით ვილაპარაკეთ, როცა ამის დრო იქნება და ძალიან მალევე დავუბრუნდი. იმის მერე იყო დაახლოებით 5 ან 6 დღე, როცა ჩვეულებრივად გავდიოდი იმაზე რა ქვია აქციაზე და იგივე ლოკაციაზე ვიდექი პირველი სკოლის ტერიტორიაზე
არც ერთი წამი არ რეჯი არ მქონია რომ ის შეიძლება რაღაც იმის რამე ან კითხვა დაებადოს ან რამე რომც მქონოდა ამის შეჭი მაინც გავიდოდი ანუ ეს არ არის პრობლემა უბრალოდ ნამდვილად მე დარწმუნებული რომ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა ვინც აღზის იმას რა მდგომარეობაშიც აუგზავნა თუმცა როგორც მანამდე ვთქვი და კაცები ვართ ყოველთვის გავუძლებთ უბრალოდ რაღაცა სამართლებრივი საფუძველი უნდა არსებობდეს ხა ვთქვათ ესეც ის არის ცოტა სასაცილოა რა ხო და კიდე იმას დავამატებ რომ იმ პერიოდში რამდენიმე დაახლოებით 4-ჯერ ან 5-ჯერ ტელევიზიასთან მქონდა ინტერვიუები ყველგან ხანს უსვამდი რომ ეს ის პროტესტია, სადაც ჩვენი პროტესტი უნდა გამოვხატოთ მშვიდობიანად, სხვადასხვა მშვიდობიანი პროტესტის საშუალებებით, მათ შორის 5 დეკემბერს, როცა მე სახლში შემოვიდნენ, არ შემოვიდნენ, 1 საათი ადრე მქონდა ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუ, სადაც კაფიოდ გავუსვი ხაზი, რომ მეთქი პროტესტი აუცილებლად უნდა იყოს მშვიდობიანი. ხო, ალბათ სულ ეს არის და, არ ვიცი, პროკურატურის მრავლდებაზე რა უნდა ვთქვა, არ ვიცი, მართლა გაუგებარია, ეს მხრივ მეორე მხრივ სასაცილოა და მესამე მხრივ არ ვიცი, დეილ კუპერი რომ მოიყვანო Twin Peaks-დან და ქვეცნობიერის გამოძიება რომ დაიწყოს, მაინც ვერ იპოვის იმას, რასაც გვედავებია. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ სასამართლოს გადაწყვეტილებებისთვის და ხო,